Პოტენციური ინვესტორები, რომლებიც ანაკლიის ნავსადგურს ააშენებენ, დღეს ტერიტორიას ადგილზე გაეცვნენ. პროექტის წარდგენის საბოლოო ვადა 16 აპრილია. პორტი, რომელიც ანაკლიაში უნდა აშენდეს, 100 მილიონი ტონის გამტარი იქნება და ათასობით ადგილობრივ ადამიანს დაასაქმებს. ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის კონტი ჯგუფის დელეგაციამ ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა. ეს კომპანია ერთ-ერთია იმ 7 კანდიდატიდან, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში 100 მილიონიანი ტონის გამტარობის პორტს ააშენებენ. პროექტის განხორციელების სურვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 12-მა კომპანიამ გამოთქვა. თუმცა მათგან მეორე ეტაპზე მხოლოდ 7 გადავიდა. მათ სამთავრობო კომისიას ფინანსური და ტექნიკური წინადადებები უნდა შესთავაზონ, რის საფუძველზეც საბოლოოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. ნავსადგური სულ უნდა აშენდეს 7 ეტაპად და საბოლოო ჯამში მისმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს 100 მილიონი ტონა ტვირთი. პირველი 3 ეტაპი გაწერილი არის დროში, ეს არის 12 წელი მშენებლობის დაწყებიდან. ამ პერიოდში ნავსადგურის გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს 40 მილიონი ტონა ტვირთი. პირველი ეტაპი იქნება 3 მილიონი, უკაცრავად 7 მილიონი, შემდეგ 20 მილიონი და 40 მილიონი. პირველი ეტაპის მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს და როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ათასობით ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, ნავსადგურის მშენებლობა საქართველოს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის საშუალებას მისცემს, მათ შორის აზიის ქვეყნებიდან. სკეპტიკოსების არიან, რომლებიც ამ პროექტს სხვანაირად უყურებენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ეს არა მარტო განვითარების კუთხით, რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, ინდუსტრიალური ცენტრი იქნება, ასევე ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების თემაც არის. პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, უპრეცედენტო არის საქართველოსთვის, ძალიან დიდი და მასშტაბურია. ჩვენ როგორც ერთ-ერთი კანდიდატები ძალიან დაინტერესებული ვართ, რა თქმა უნდა, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამარჯვებულები გამოვიდეთ. ინვესტორები ადგილზე ჰიდროგრაფიულ რუკასაც გაეცნენ, რომელზეც სპეციალისტებმა იმუშავეს. ამ რუკაზე არსებული მონაცემები ინჟინრებმა პორტის მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინონ. ამ კონკრეტულ რუკაზე ნაჩვენებია თუ როგორ ვითარდება ამ რაიონში კანიონი და რომ სად არის ის ახლო, ყველაზე ახლო წერტილი ნაპირთან კანიონის განვითარების. რომ შემდეგ ინჟინერებს ხელი შეუწყონ სწორად დაგეგმონ პორტის მშენებლობა, გემების მისასვლელი ადგილების უზრადა. იმიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი გათვლილია ძალიან დიდი წყალწვის გემებისთვის. ანაკლიის პორტის მშენებლობის ინიციატორები ამ ადგილას ინდუსტრიული ზონის შექმნის პერსპექტივებზე და კერძო ბიზნესის განვითარებაზეც საუბრობენ. სამომავლოდ რეგიონში საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობაც იგეგმება.